I'm German homolos. I drink coffee and I know things. 31 ეპიზოდის თემა არის მომწამლელი ადამიანებისგან განრიდება. 1 და 2 კი არა, 3 და 5 შეხედვითაც რთულია მომწამლელი ან როგორც დღეს უწოდებენ ტოქსიკური ადამიანების ამოცნობა. თუმცა ბევრ ჩვენგანს ძალიან მოსწონს მათთან ურთიერთობა. ამიტომ ამ საკითხზე ასე ვრცლად საუბარი სასაცილოდაც არ ეყოფათ ზოგ-ზოგიერთებს. პირველ რიგში ვთქვათ, რატომ არის აუცილებელი მათგან განრიდება, დაშორება. ყველა ადამიანს დაფარულად, დაუფარავად, ძალიან თვალსაჩინოდ თუ სრულიად შეუმჩნევლად აქვს შინაგანი, ანუ სულიერი ფსიქოლოგიური გასაჭირები. ტკივილები, განცდები, შფოთვები, თუნდაც ნოსტალგია, ადამიანების და გარკვეული მომენტებისა წარსულიდან, ბნელი ფიქრები. მოკლედ, როგორი ლაღი და უდარდელიც არ უნდა ჩანდეს ადამიანი, თვით ასეთებსაც კი აქვთ ისეთი შინაგანი გასაჭირები, რომელზეც შეიძლება საერთოდ სიტყვაც არ თქვან და არც კი შეიმჩნიონ. ჯერ ეს უთქმელი თუ თქმული სულიერი პრობლემები, როგორი რთული გადასალახი და გასაძლებია და ამას კიდევ ემატება ბონუსად მატერიალური, ფინანსური და ასე შემდეგ პრობლემები. მოკლედ და გასაგებად, ადამიანს ყოველგვარი გარეგანი, იძულებითი დაზიანების გარეშე, ვინმეს ან რამის ჩარევის გარეშეც აქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომლებთანაც ძირითადად უწევს მარტო ბრძოლა. ნორმალური გონება ახლა რას იფიქრებს ადამიანზე, რომელსაც ძალიან ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი ან ახლაც იტანს. ფიზიკურის და ფსიქოლოგიურიც. სჭირდება ვიღაც, ანუ ადამიანი, მეგობარი, მსმენელი, თანამგრძნობი, ახლობელი, რომელიც როგორმე ამ ტკივილებს შეძლებს დაგვარად შეუმსუბუქებს, ხომ? ხომ ასეა. და რა ხდება ცუდ შემთხვევაში? ცეცხლზე ნავთის დამსხმელის როლში ადამიანს ევლინება მომწამლელი ადამიანი. მეგობრად. ან უბრალოდ მასთან ახლო მყოფად. როგორი მოქმედებს ეს ყველაფერი მასზე? დახმარება სჭირდება, სტკივა, უჭირს, იძირება და მოდის ადამიანი, რომელიც ჭრილობებს უმატებს და ისედაც ბოლომდე ჩაძირულს მთელი ძალით აწვევა, რომ ფსკერამდე ჩააგდოს. ეს ყველაფერი, ეს მოცემულობა, როგორ შეიძლება აღვიქვათ ჯანსაღად და ნორმალურად. ესე იგი, რა უნდა ქნას გასაჭირში მყოფმა? უნდა გაერიდოს ამ მომწამლელ ადამიანს, მაგრამ ესეთი მარტივი რომ არ არის მისი ამოცნობა. ერთი შეხედვით ის შესანიშნავი პიროვნება ჩანს, გიждდება ხალხი მასზე. ერთი სიტყვაც რომ თქვათ ცუდი მასზე, წამსვე გადაგთელავენ. რა ეჭვიანი და ბუღმიანი ადამიანი ხარო. იცი რა კარგი ადამიანიაო, ესე გამზადებულ ფრაზას გეტყვიან. იმიტომ რომ ეს მომწამლელი ადამიანი საზოგადოებისთვის ერთი შეხედვით კარგი ადამიანია, იმიტომ რომ კარგად ახერხებს შენ იღბოს. მას როგორ ამოვიცნოთ მომწამლელი მეგობარი, ადამიანი, კლასელი, კურსელი, მეზობელი, თანამშრომელი, ბიძაშვილი, დაძმა და თვითმშობლებიც კი. პირველი და აშკარა თვალშისაცემი ციმციმა ეს არის სიჩუმე და გულგრილობა თქვენი რაიმე თუნდაც მცირე წარმატების მიღწევის დროს. როდესაც რაღაც ოცნების ახდენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით, ან რაიმე მიზანს მიაღწიეთ, რაც დიდი ხანი აქვს სურდათ, რაღაც საქმეში განვითარდით, დაიხვეწეთ, სასურველი ნივთი შეიძინეთ. მოკლედ, არ მინდა რომ ზუსტი მაგალითი მოვიყვანო, თორემ რამდენიმე ნაცნობს ძალიან შევარცხვენ, ამიტომ ვთქვათ ასე. როცა რაღაც წინსვლას ნახავთ ცხოვრებაში და ეს მეგობარი ან ახლო მყოფი ადამიანი იმის მაგივრად რომ თქვენსავით გახარებული და ბედნიერი იყოს, მოგილოცოთ, აშკარა სიხარული გამოხატოს თქვენს მიმართ, რომ მართლა მიხარია შენი სიხარული. რა უნდა ამას ხო ამის გამოხატოს? უბრალოდ რამდენიმე სიტყვა. სიტყვის თქმას რაღა უნდა? 2-3 სიტყვა. ტორტის გამოცხობას ხომ არავინ გთხოვს? რას აკეთებს ამ დროს ეს ადამიანი? რას და ჩუმადაა. ჩუმადა სრულად დუმს და გაიგნორებთ. ასე უცბად იწყებს თქვენთან დისტანციის დაჭერას. ამ დროს არ დაიბნეთ, არ დასევდიანდეთ. გულთან ახლოს არ მიიტანოთ, სიმართლეს გეუბნებით. სანერვიულო მართლა არაფერია. ეს ადამიანი ყოველთვის ასეთი იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა თქვენს მიმართ ყოველთვის. უბრალოდ კარგად ნიღბავდა, კარგად მალავდა თავის ნამდვილ ბუნებას. თქვენი ბრალი არაა არაფერი.
ეს მისი დანაშაულია. დამშვიდით და განაგრძეთ თქვენი საქმე. არაფერში არ ხართ დამნაშავე. მეორე და არც ის რთული შესამჩნევი ეს არის თქვენი დამცირება სახალხოდ. დაცინვა რამეზე, შენიშვნის მოცემა, ჭკუის დარიგება, კრიტიკა ხალხის თანდასწრებით. უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი ადამიანი და ბუნებით მეგობრული ადამიანი, ჯანსაღი აზროვნების მქონე, არასდროს დაგამცირებთ საჯაროდ და სხვების გასამხიარულებლად არ დაგცინებთ. თავს არარაობად არ გაგრძნობინებთ. მესმის, რომ ბევრს ყავს ასეთი მეგობარი და ეს დეტალი პრობლემად არ მიაჩნიათ, მაგრამ ასია. ასეთ ადამიანს არ უყვარხართ და როგორც კი შანსი მიეცემა, ან მოუნდება, მიგაგდებთ. ნამდვილი მეგობარი შენიშვნას, რჩევას, კრიტიკას, ჭკუის დარიგებას, რაც სათქმელი აქვს თქვენთვის, პირისპირ საუბრისას, აუცილებლად პირისპირ საუბრისას გეტყვით. ამ ყველაფერს აუცილებლად გეტყვით, როცა მარტოები ხართ და არა პირიქით, რადგან სინამდვილეში სურს თქვენი წარმატება, თქვენი ბედნიერება და სიკეთე თქვენთვის. მესამე და ძირითადად უგულებელყოფილი სიმციმა ესაა მოსმენისადმი აგდებული დამოკიდებულება. ანუ ადამიანის როგორც პიროვნების უხეშად რომ თქვა დაკიდება. არ აინტერესებს მოკვდებით, იცოცხლებთ, ხევში გადავარდებით თუ მსოფლიოს დაიპყრობთ. თქვენს გვერდით არის ან შემთხვევით, ან როგორც იტყვიან პონტის გამო. ან რამეში სჭირდებით და გიყენებთ. და როგორც ჩანს ეს ყველაფერი არასდროს არის თქვენს გვერდით, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდებათ და როცა არის მაშინაც ისედაც დაგდებული თვის შეფასებას სუნთლად გინადგურებთ. ხუმრობით და ცანცარით კი არა, გამიზნულად, ბოროტული მოტივით. არ გისმენთ, როცა ცდილობთ, რომ თქვენი გასაჭირი გაუზიაროთ. ანუ დაგეხმაროთ კი არა, არც კი გისმენთ. ან პირიქით, თუ ძალიან კარგად ხართ და ბედნიერი ხართ, არც მაშინ არის თქვენთან, ისევ შური. მოკლედ, ადამიანად არ გთვლით. მისთვის ხართ ნივთი, რომელიც რომ მობეზრდება, ნაგავში მოისვრის. გამუდმებით ითხოვს თქვენგან დახმარებას, თანადგომას. მაგრამ როცა თქვენ გჭირდებათ, იმ წამსვე უჩინარდება. ეს არის სამი მთავარი სიმციმა, რომელიც ინდივიდუალურად იშლება მერე სხვადასხვანაირად. მთავარია ეს სამი აისბერგის წვერი. ასე თუ ისე შესამჩნევია და გატყობინებენ, რომ გაერიდოთ ასეთ ადამიანს სასწრაფოდ. ნუ შეგეშინდებათ მარტო დარჩენის. კარგი ადამიანები ყველგან არსებობენ და როცა დრო მოვა, აუცილებლად შეგახვედრებთ ღმერთი მათ. დარჩით ძლიერები გონებით.